ინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა ჩვენთან ზურაბ ცეცხლაძე მოგესალმებით ბატონო ზურაბ რაღაცნაირად სასამართლოებში ყოველდღე დადიხართ და ხშირადაც გვიწევს შეხვედრა შეხვედრიდან შეხვედრამდე ერთი და იგივე კითხვებით ერთი და იგივე შეიძლება ითქვას მოქმედებების დაორგანიზებით მაგრამ რაღაც ტიპის სიახლით ყოველდღიურად რეჟიმი უფრო და უფრო მძიმდება მაგალითად აი კადრები რითაც ჩვენ დღევანდელი ამბავი დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი გამოშვება დავიწყეთ ეს ხომ არ არიან პროტესტზე აქტიურად მისული მოქალაქეები ხომ ეს რიგით გადაადგილებულ ქუჩაში გამვლელებს შეეხოთ დღეს რა ჩვენა თქვენთვის ამ კადრებმა და შიშის დაძლევაზე საუბრობდა ქალბატონ ლიკა მესმის რომ არავის უნდა დაპატიმრება მაგრამ რა არის გამოსავალი თუ ახლა შეეშინდება ამ ხალხს რა ხდება შემდგომ მოგესალმებით თქვენს მაყურებელს მივესალმები რეალურად ჩვენ დიდი ხანია გავიძახით და ხმამაღლა ვყვირი ვართ რომ ეს საშინელება ყველას ოჯახში მევა ყველას შეეხება მე ძალიან ბევრჯერ მithქვამს რომ ვიდრე ჩემი შვილია ციხეში თქვენი არ არის ვიდრე ჩვენ ვართ ამ დღეში თქვენ არ ხართ ჯერ აი მაღლეთ ხმა გამოდით თორე აუცილებლად თქვენთანაც მოვა აუცილებლად მივა ყველასთან იმიტომ რომ დიქტატურა ისეთი რამ არის რომ რაღაც ზღვარს არავლებს ჯერ რა თქმა უნდა ოპოზიციას შთანთქავს და შეჭამს და ის იქ არ გაჩერდება აუცილებლად ვიღაცებზე გავრცელდება და ეს აუცილებლად ვიღაცები ისე უკვე იქნებიან თავისიანები ერთ დროს თავისიანები და ამ შემთხვევაში ოცნების არ ვიცი მთელი მხარდამჭერები ყველაზე გავრცელდება და ყველა ძალიან საშინელ დღეში ჩავარდება კანონები რომლებსაც იღებენ როგორ ფიქრობთ ახლა კანონში ხო არ წერია რომ ეს ოპოზიციაზე გავრცელდეს ან მათ მოწინააღმდეგე ყველაზე ვრცელდება ხო ბოლო რაც მიიღეს მარიხუანა ზე შემოწმების პროცედურები მიყვანა ექსპერტიზაზე და ასე შემდეგ. თქვენ რა გონიათ ახლა ჩვენზე უფრო მეტად გავრცელდება იმათზე ხომ ვინც ამაზე დამოკიდებული იყო და მთელი საქართველოს 13 წლის განმავლობაში ამაზე მეტი რა გაუკეთეს ქვეყანას რომ მიაწოდეს და მიაწოდეს რაც შეიძლებოდა ბევრი და შესაბამისად ეხლა ამ ეს ადამიანები სად არიან ჩვენ საზოგადოებაში არიან ხო და ხვალდაზე ოპოზიციაზე უფრო მეტად მათი მხარდამჭერები არ იქნებიან რომლებიც საარჩევნო უბნებთან ეგრეთ წოდებული ტიტუშკების სახით თუ მოკრიმინალო მოშავო ელემენტებთან ერთად არჩევნებს რო ატარებდნენ ეს მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანები იყვნენ სულ ყველა და ეხლა როგორც კი ოდნავ რაიმე პრეტენზიას ან უკმაყოფილებას წარმოთქვამენ როგორ ფიქრობთ თქვენ ამას მაშინვე არ მოკიდებენ ხელს და არ წაათრევენ იქ სადაც არის აქედან გამომდინარე ყველამ უნდა იცოდეს რომ ეს არის დასაწყისი ეს არის ჟურნალი კინო იქნება ისეთი რომ არ ვიცი მე გაოგნებული იქნება მთელი ქვეყანა და არ ვიცი მთელი დასავლეთიც კიდე ისეთი რაღაცების მოფიქრება ისეთი რაღაცების გაკეთება ისეთი შეზღუდვები ისეთი ამორალური რაღაცები დუხს მათ ავადმყოფურ ტვინებში რომ შეიძლება ჩვენ ჯერ ეს საერთოდ ვერც კი წარმოვიდგინოთ მაგრამ დამერწმუნეთ მე თქვენ აი უსაშინლესი პროცესების წინაშე დავდგებით მარტო ამ კანონმდებლობით რაც გვაქვს და კიდევ უფრო ფიქრობენ ისინი კიდევ უფრო გაამკაცრონ კიდევ უფრო შეზღუდონ კიდევ უფრო ჩააბნელონ კიდევ უფრო დაუქვემდებარონ ტვინებიც კი და არა მარტო ენა ტვინებიც კი დაუქვემდებარონ პირდაპირ მნიშვნელობით რომ დაიმონონ აი ამაზე აქვთ გაწეული. კი ბატონო ამიტომ ახლა თუ შეეშინდება საზოგადოებას თქვენ ახსენებთ ხოლმე ორთვიანი ციხის თუ აი ახლა გაჩუმდება რა სად მიიყვანს ეს შიში აი შიში იქ მიიყვანს რომ ყველა მათგანი ზუსტად იგივე დღეში აღმოჩნდება აი რასაც დღეს ვუყურებდით ეს მარტო მარიხუანას მომხარებლებზე კი არ იქნება ეს გავეშებული აშვებული კანონ გარეშე გამოცხადებული და კანონის ფარგლებიდან გასული პოლიცია სპეცნაზი და გედედე თქვენ რა გონიათ აქ არ არის ჩვენთან იქ ესენი ოჯახებში არ არიან ვიღაცის მამები არიან ვიღაცის დებია ვიღაცის ძმები არიან ოჯახებში იქნება ძალადობები ქუჩებში იქნება ძალადობები და ამათ ეს რეჟიმი პასუხს ვერ მოთხოვს იმიტომ რომ მან მიუშვა და უთხრა რომ იყავით ასეთები გააკეთეთ ჩვენი დავალება და როგორც გინდათ იმ ფორმით გააკეთეთ და ეხლა იმით ხო ექსპერტიზას ხო არ ჩაატარებენ ეს ოცნების მომხრეა თუ ეს ლელოს მომხრეა თუ ეს ნაცების თუ ეს სხვა ან უპარტიოა ხო არ ჩაატარებენ ვის მოყვებათ ყველას გადაულიან აბსოლუტურად და აუცილებლად ყველაზე მოვა დიდი ტკივილი თუ რა თქმა უნდა დროზე გონს არ მოიგო მთელი საზოგადოება. კი ბატონო თქვენ კითხვით რომ
სინდისის პატიმრებს ნუ მოვთხოვთ კითხვებზე პასუხს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ შულსაც ქონდა განცხადება ამასთან დაკავშირებით. რისი თქმა სურს მას ის დაპატიმრებულია, თუმცა გაძლევთ საშუალებას მისი სათქმელი თქვენ თქვათ. მე ეს დღეს წავიკითხე და ანუ არ იცოდით რომ აპირებთ ამის და არა ვიცოდი რომ რაღაც წერილი უნდა გამოიგზავნა, ოღონდ შინაარსი არ ვიცოდი რა წერილი უნდა გამოიგზავნა, ეხება არჩევნებს ბოიკოტს და ზოგადად ერთობას და ასე შემდეგ. აი ზოგადი კონტექსტი ვიცოდი, ოღონდ დეტალურად არ ვიცოდი რაზე იქნებოდა საუბარი. მე ეს წერილი წავიკითხე, აბსოლუტურად ვეთანხმები მის ყველა სიტყვაში, მის ყველა მოსაზრებაში, განსაკუთრებით რა უშლის ერთობას ხელს არა უნდა გავაკეთოთ, რომელი ბრძოლის მეთოდი ჯობია და რომელ ბრძოლაში აქტიურად უნდა ჩავერთოთ, რა არის დადებითი მხარეები, რა არის ვარყოფითი მხარეები, სად უფრო დიდი ბრძოლა და ძალისხმევაა საჭირო და სად უფრო ნაკლები ბრძოლა და ძალისხმევაა საჭირო. და ამ ყველაფრის გვირგვინი მაინც ის იყო, რომ ოპოზიციური ფლანგი უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნის ქვეშ. ორივე აი თამამად ვეუბნები და ეს კონტექსტი ამოვიკითხე მე ზვიადის წერილშიც. როგორც არჩევნების მომხრე, ისე როგორც ჩვენ ბოიკოტის მომხრეები, ორივე მარცხისათვის ვართ განწირული ცალ-ცალკე. ეს პროცესი უნდა დასრულდეს, ვიდრე პარტიების რეგისტრაცია დაიწყება 4 აგვისტომდე. ყველა უნდა დაჯდეს. კიდევ ერთხელ ვთხოვ, ავიცი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრი მოვითხოვ და ვთხოვ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც არჩევნებზე მიდის, ვინც არჩევნებზე არ მიდის, პოლიტიკური პლატფორმები, პრეზიდენტის ქვეშ არსებული პლატფორმები, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ჯგუფები, სოციალური ქსელების აი და დიდი ჯგუფები, რომლებიც არის ინტერნეტ გამოცემები და ასე შემდეგ, არ ვიცი, მთელი საზოგადოება შეიკრიბოს და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდეს. რომელი ბრძოლაც, აი დაჯდებიან, მოიფიქრებენ, იაზროვნებენ, გაანალიზებენ და გადაწყვეტენ. რომელი ბრძოლაც მოგვიტანს შედეგს რეჟიმის ჩამოშლასთან დაკავშირებით იმ ბრძოლის ხაზით წავიდეთ და არ მოვერიდოთ იმას, რომელ ფრონტზე უფრო მეტი ბრძოლა მოგვიწევს. მე ბოიკოტისტი ვარ, დღესაც ბოიკოტისტი ვარ და ბოლომდე ასე დავრჩები, მაგრამ ბოიკოტი ისეთი თემაა, რომ დღესაც შეიძლება რომ გავაკეთოთ, გუშინაც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენ აქამდე საერთოდ არ მოვიდოდით და არჩევნები დღის წესრიგში არ დადგებოდა, წესიერი ბოიკოტი რო შეგვძლებოდა, მაგრამ არაფერი არ არის დაკარგული, ჯერ კიდე დრო გვაქვს. დავჯდეთ და მოვიფიქროთ, გვინდა ბოიკოტი, გვაქვს რესურსი, გვაქვს სიმამაცე, გამბედაობა, ჩავკეტოთ, ჩავხერგოთ, ბარიკადი ავაგოთ, შეგვიძლია საარჩევნო უბნებთან მივიდეთ, ხელი შეუშალოთ, არალეგიტიმურ არჩევნებს შეგვიძლია, ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა გვაქვს? კი ბატონო, ამით დავიწყოთ, არ დავემორჩილოთ მათ მიენ უსაშინლეს კანონებს. პირველი, მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონებს არ დავემორჩილოთ არც ერთი, რაც არ უნდა პრობლემა შეგვექმნას და პრობლემის მაქსიმუმი ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობაა და არ გადავიხადოთ ჯარიმები არც ერთი თეთრი. 90,000 მაქვს ჯარიმა. ერთი თეთრის გადახდას არ ვაპირებ, ტყავი რომ გამაძრონ მთლიანად. იმიტომ რომ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის ჩემი ბოიკოტი, ეს არის ჩემი პროტესტი. აი ასე, რაც არ უნდა დავკარგო. ეხლა ბევრი ამბობს რომ აი მე აქ მუშაობ და იქ რაღაცა მე იქ ნახეთ სამსახურიც დავკარგე, შვილიც ციხეში მყავს, 90 წლის დედაც სხვისანაბარად დამრჩა, ჩამოვედი, სულ ყველაფერი ამერია, 90,000 ლარი ჯარიმა მაქვს, 1000 პრობლემა მაქვს, მაგრამ თუ ბოიკოტში ვართ ბოიკოტში და ვართ ერთად და ვართ გაბედულად და ბრძოლით და თუ არ ვართ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ მე ბოიკოტის მომხრე ვარ, მაგრამ აი ამ ბრძოლის მეთოდებს მშვიდობიანი ბოიკოტი, მძინარე მხარდაჭერაზე წამოწოლილი ბოიკოტი არ არის. ან ვიბრძვით და რეალურ ბოიკოტს ვაწარმოებთ, ან ვიკრიბებით ყველა ერთად და ერთი მიზნის ქვეშ ერთიანდებით და რა მიზანი იქნება ეს? თვითონ დაждდნენ და გადაწყვიტონ. საით წაიყვანონ ოპოზიციური ფლანგი, პროევროპული ფლანგი, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს საქართველოზე გამარჯვება და ამ ქვეყნის რუსეთში წაყვანა. დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო ზურაბ ცეცხლაძე.